ახლა კი შევეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება საბავშვო ბაღებში, ემოქრება თუ არა სასწავლო პროცესს ჩაშლა, რატომ გაათავისუფლეს 22 ბაღის დირექტორი და შეაღწია თუ არა პოლიტიკამ ამ სექტორში. დისკუსია დაიგეგმა იმიტომ, რომ მოგვესმინა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის პოზიცია, თუმცა გადაცემის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ქართული ოცნების წარმომადგენელმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამიტომ სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებას მოვისმენთ. ჩვენი სტუმრები არიან საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი თამარ ციცაბაძე და ასევე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე. მოგესალმებით საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ კონტაქტზე და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. კაპიტან თამარ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ თქვენ, რა ხდება საბავშვო ბაღების ირგვლივ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ დღეს ყოფილიყო აქ მერის წარმომადგენელი სამსახურის უფროსი. კი ბატონო, ეს დისკუსიაც სწორედ ამიტომ დაიგეგმა, თუმცა სამწუხაროდ. და კარგი იქნებოდა, რომ მას კიდევ ერთხელ გაეჟღერებინა თავისი პოზიცია ხალხის წინაშე. მაგრამ ნუ რას ვისამთ, ხშირად ხდება ხოლმე ესე, რომ ისინი ასე თავს არიდებენ დისკუსიებს. რა ხდება ახლა საბავშვო ბაღებში და რატომ გამოიწვია ესეთი ვნებათა ღელვა ბოლო დღეების განმავლობაში საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესებმა? მას მერე რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, საბავშვო ბაღებიდან განთავისუფლებული იქნა არა ერთი დირექტორი და აი ბოლოს უკვე მარტის თვეში რამდენიმე დირექტორი და ფაქტიურად ერთი და იგივე საფუძვლით იქნა ერთდროულად განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. და საფუძვლად ამ განთავისუფლებას დაედო ის, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტირება, მონიტორინგი მოახდინა საბავშვო ბაღების და დააფიქსირა ხარვეზები, რაც დაედო საფუძვლად მათ განთავისუფლებას. ეხლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ყველა იმ დასკვნაზე, რომელიც ჩატარდა აუდიტის მიერ, მაგრამ რამდენიმე დასკვნა ჩვენ რომელიც ვნახეთ, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია არის შეცდომა დაშვებული ბაღაბაღების დირექტორების მხრიდან, მაგრამ ამასთანავე აქ არის დაშვებული შეცდომა თავად ბაღაბაღების მართვის სამსახურის მხრიდანაც, იმიტომ რომ აღნიშნული შეცდომა, რომელიც არის დაფიქსირებული შეცდომად აუდიტის სამსახურის მხრიდან, გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. შემოწმებული პერიოდი მოიცავს 1 წელიწადს და 2015 წლის იანვრიდან მოყოლებული ერთი და იგივე ხასიათის შენიშვნა არის დაშვებული. ანუ რა საწყობს ეს ქალბატონ თამარ? იცით რაში არის საქმე? აი თუ კი ეს შეცდომა დირექტორების მხრიდან, რომლებიც განთავისუფლდნენ ამ შეცდომის გამო, იანვრიდან მოყოლებული იყო დაშვებული, მაშინ რას აკეთებდა მართვის ბაღაბაღების მართვის სამსახური, რომლის ერთ-ერთი სტრუქტურა არის ზუსტად მონიტორინგის სამსახური. ანუ რატომ არ მოახდინა მან დროული რეაგირება ამის მაგიდას? თუ კი ნახა, რომ ერთი თვე გავიდა, მეორე თვე იგივე შეცდომა, მესამე თვეს იგივე შეცდომა, ხო შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი ენახათ და იმიტომაც არის მონიტორინგის სამსახური მათ სტრუქტურაში, რომ უნდა მუდმივად ხორციელდებოდეს მონიტორინგი და შემოწმება ბაღაბაღების იმ მიზნით, რომ თუ კი არის რაღაცა შეცდომა მითითება მიეცეს დირექტორს და ეს შეცდომა იყოს გამოსწორებული. და მეორე კიდევ რატომაც მიგვაჩნია, რომ რაღაცა მართვაში არის გარკვეული ხარვეზი, იმიტომ რომ არა მხოლოდ განთავისუფლებული დირექტორები, არამედ აი ამ სამსახურის მხრიდან ჯერჯერობით მოწონებული და თანამდებობაზე მყოფი დირექტორებიც ჩვენთან მოდიან და ამბობენ, რომ არის ხარვეზი მართვაში, არის ხარვეზი ანგარიშგების ფორმებში, რომელიც გარკვეულ პრობლემას ქმნის უკვე ბაღაბაღის მუშაობის პროცესში. ეხლა თუ კი ამას ჩვენთან ამბობენ, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უნდა გქონდეს შესაბამისი. ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან არის ხარვეზები მართვაში, ანუ ამას ამბობენ დირექტორები? დიახ, იმიტომ რომ დაინერგა რაღაცა ახალი ფორმები, ახალი მეთოდები ამ მართვაში, ხო? შესაძლებელი არის და მე დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში მინდა მჯეროდეს, რომ მიზანი არის ნამდვილად ის, რომ რაც შეიძლება კარგად განხორციელდეს ბაღაბაღების მუშაობა და
რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს ის გარემო, რომელშიაც ჩვენი პატარები იზრდებიან, მაგრამ ახალი მეთოდი არის და რა თქმა უნდა შესაძლებელი არის იყოს რაღაცა გაუთვალისწინებელი, იყოს ხარვეზი და სწორედ ამიტომ უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგი და მუდმივი კონტროლი, მუდმივი ურთიერთობა ბაგაბაღების თანამშრომლებთან, რომ გაანალიზდეს თუ კი რაღაცა ხარვეზი არის და დროულად იქნას ეს ყველაფერი აღმოფხრილი. ეხლა ეს სამსახური, მონიტორინგის სამსახური, მართვის სააგენტო შექმნილი არ არის იმისთვის, რომ მან განახორციელოს ესეთი სადამსჯელო ღონისძიებები. მისი უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი გახადოს ბაგაბაღების მუშაობა და საქმიანობა. თუმცა თუ კი ამ სამსახურმა აღმოაჩინა ხარვეზი, ლეგიტიმური იყო გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო? აი ამაზე მაქვს მე ზუსტად საუბარი. ხარვეზი ერთი და იგივე სახის, როდესაც არის რამდენიმე ბაგაბაღში აღმოჩენილი და აღნიშნული ხარვეზი მიდის თვეების განმავლობაში. ესე იგი რაღაცაში არის ხო საქმე? ანუ დაგვიანებულია, მხოლოდ თქვენ ამბობთ არის დაგვიანებული. მე ვთვლი რომ ანგარიშგების მეთოდი და ფორმა საჭიროებს გადასინჯვას და უნდა შეიცვალოს ის აუცილებლად, რომ აი ის სახის შეცდომა, იმ სახის შეცდომა, რომლისთვისაც დღეს განთავისუფლდნენ ეს ბაგაბაღის დირექტორები, შემდგომში არ იყოს გამეორებული სხვა ბაგაბაღის დირექტორები. რამდენად არის რესურსი იმისა, რომ თუნდაც შეიცვალოს ეს ფორმა, ამაზე ვისაუბროთ მოგვიანებით, თუმცა მანამდე ირაკლი აბესაძესთან გადავდივარ. შეკითხეთ ბატონო ირაკლი, შეაღწია პოლიტიკამ საბავშვო ბაღებში, აი ამაზე მინდა ვისაუბროთ. გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც გაათავისუფლეს 22 ბაღის დირექტორი. როგორ ფიქრობთ, ნაკარნახევია მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით თუ აღმოჩენილია გარკვეული ხარვეზები, რომლის შედეგადაც ლეგიტიმურად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება? თუ მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი საკუთარი აქტივისტების წინასაარჩევნო დასაქმების მიზნით, პროფესიონალი კადრების. აი რა გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს, ბატონო ირაკლი? ამის თმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს არა ბოლო 3-4 დღის მოვლენები, როდესაც დაახლოებით 20-მდე საბავშვო ბაღის დირექტორი იქნა გათავისუფლებული, არამედ თლიანი ის პერიოდი, რა პერიოდის განმავლობაშიც მიმდინარეობდა ზეწოლა და დევნა საბავშვო ბაღის დირექტორების. აი რა სახის ზეწოლაზე და დევნაზე საუბრობთ, გითხარით და დაგვიკონკრეტეთ. და მე ამაში ნამდვილად არ დავადანაშაულებდი მხოლოდ და მხოლოდ ბაგაბაღების სააგენტოს, რა თქმა უნდა, ისინი დავალებას იღებენ მათ შორის უსაფრთხოების სამსახურიდან, ეგრეთ წოდებული სუსიდან და სწორედ გარედან იმართება ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროცესი თბილისის მერიაში ეს პროცესი. ეხლა რაც შეეხება ამ პროცესის პოლიტიკურ შინაარს, ჩვენ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს ჰქონდა შეხვედრა ბაგაბაღების სააგენტოს დირექტორთან და მასთან ჰქონდა გარჩევა იმ საკითხის, რომ მთელი შემოდგომის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაგაბაღების დირექტორებზე ზეწოლა, რომ მათ პირადი განცხადებით ეიძულებინათ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, წასულიყვნენ სამსახურებიდან მათი მოადგილეები და ბაგაბაღების სხვა პერსონალი და მათ შორის მათაც თხოვდნენ, რომ პირადი განცხადება დაეწერათ. ეს არის, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსით დაჟადი დანაშაულებრივი ქმედება. მაშინ ბაგაბაღის მართვის სააგენტოს დირექტორმა ეს პროცესი უარყო და შემდგომ ჩვენ ხედავთ, რომ თებერვლის თვეში სწორედ ის მასობრივი გათავისუფლება, რასაც ისინი მაშინ გეგმავდნენ შენიღბულად თითქოს 10-ულობით და 20-ულობით ადამიანს თავისინებით მოუნდა სამსახურის დატოვება, ისევე როგორც თბილისის მერიაში გააკეთეს და იქ 100-ულობით ასეთი შემთხვევა ჰქონდა, სურდათ ასე შეენიღბათ ეს პროცესი. ეხლა მეორე ეს ერთი, რომ ასე თუ ანუ რომ დავაკონკრეტო, რომ ამ ადამიანებზე გათავისუფლებულ ადამიანებზე ზეწოლა მიმდინარეობს უკვე რამოდენიმე თვეა და თუ კი ისინი იყვნენ დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ სამეურნეო ტიპის დარღვევები, რომლებიც გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს, მათთვის პირადი განცხადებით წასვლა კი არ უნდა ეთხოვათ, არამედ ისინი თავიდანვე უნდა გაეთავისუფლებინათ. მეორე, რა თქმა უნდა, გათავისუფლების საფუძველი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საფუძველია საინტერესო, ძალიან რა წერია განცხადებაში, თქვენ ალბათ ჰქონდათ საშუალება გენახათ ეს ბატონო ირაკლი. სამწუხაროდ უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი ქალბატონი ლელა გოგორიშვილი, თუმცა ის ვერ მოვიდა ტექნიკური მიზეზების გამო, გადაცემაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ძალიან საინტერესო რა წერია იმ განცხადებაში გათავისუფლების შესახებ, რომელიც მან მიიღო. კონკრეტულად მიზეზებს და სულაც არ არის საჭირო შრომის
შრომის კოდექსის ცოდნა, სულაც არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ მიხვდე ამ საფუძვლების აბსურდულობას. ერთი ბაღის დირექტორი გათავისუფლდა, იმიტომ რომ დედის დღეზე მისთვის გამგეობისგან საჩუქრად გაგზავნილი რაიონის გამგებლისგან საჩუქრად გაგზავნილი ტორტი გაჭრილი იქნა საბავშვო ბაღის შენობაში. ეს მას ჩაუთვალეს დარღვევად და გაათავისუფლეს. სად ეწერა ეს აუდიტის დასკვნაში? დიახ, ამაზე არის საუბარი გათავისუფლების ბრძანებაში, რომლითაც ეს დირექტორები იქნენ გათავისუფლებული და ოფიციალური მიზეზი მოკლედ რა არის? აი ამას ხა კონკრეტულ ოფიციალურ მიზეზებს გეუბნები. ეს არაოფიციალურს კი არ გეუბნებით. ეს არის ოფიციალური მიზეზი, რაც ამ ადამიანის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. მეორე, ერთ ბაღში მზარეულს დაეწვა 1 კილოგრამი თევზი და ამისთვის გათავისუფლებული იქნა დირექტორი. მესამე ბაღში მე მგონი ერთი გოგრა ზედმეტობით აღმოუჩინეს საწყობში და ამისთვის დირექტორი იქნა გათავისუფლებული. ბაღების უმრავლესობაში დირექტორებს დარღვევად ჩაუთვალეს ბაღის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხიდან სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ბაღისთვის საჭირო ინვენტარი, საბავშვო ბაღისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა ბაღების სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, მაშინ როდესაც ყოველთვიურად და ქალბატონმა თამარმაც ისაუბრა ამაზე, ბაღების მონიტორინგის სამსახური ამ ბაღებს ამოწმებდა და მას ამ ფინანსური ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ანუ შეუძლებელია დარღვევად მივიჩნიოთ, რატომ არ შეუთანხმეს სააგენტოს გარკვეული მოქმედება, როდესაც ამ მოქმედების შესახებ ყოველთვიურად ოპერატიულად ინფორმაცია ბაღების სააგენტოს ჰქონდა. ანუ ეს საფუძვლები არის იმდენად აბსურდული, რომ არაფერი საერთო კიდევ ერთხელ გავიმეორებ შრომის კოდექსის გათვალისწინების სამართლებრივ საფუძვლებთან ამას არ აქვს. და მესამე და მნიშვნელოვანი, რაც ამ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს კრავს, ეს არის ვინ ინიშნებიან ამ ადამიანების ნაცვლად და უკვე რამოდენიმე ბაღის შემთხვევაში ახალი დირექტორი დანიშნულია. მე მაგალითისთვის შეგვიძლია გითხრათ 31 საბავშვო ბაღის შემთხვევა. ვინ ინიშნება? აი მათ შემთხვევაში. ჯერ ერთი პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დირექტორები დაინიშნენ კონკურსის გარეშე პირდაპირ წესით და მაგალითად 31 ბაღის შემთხვევაში დირექტორად დაინიშნა ქართული ოცნების სანზონის უბნის უფროსის, ანუ პარტიული თანამდებობის მქონე პიროვნების, რომელიც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობს და დაასაქმა სწორედ ახალმა გამგებელმა მისი მეუღლე. ანუ პირდაპირ პოლიტიკური აქტივი ქართული ოცნების, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა, ეს არის პირველ რიგში სამართლებრივი დარღვევა. საინტერესო იქნებოდა უმრავლესობის წარმომადგენლის არგუმენტი აი ამაზე, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, სამწუხაროდ ვერ მოვისმენთ ჩვენ მათ არგუმენტს ამ გადაცემაში ყოველ შემთხვევაში. ძალიან მოკლედ ასე ვთქვათ, მათ ვინც მოინდომეს, რომ ამ საკითხის არში ჩაეხედათ და გუშინ უმრავლესობის ნაწილი, მათ შორის ბაღების დირექტორებს შეხვდათ, მათ ტელევიზიების წინაშეც, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც აშუქებდა, ვერ დამალეს და თქვეს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და მათ თქვეს, რომ ამ პროცესში არის დარღვევები. რა თქმა უნდა, ეს დარღვევები არსებობს, ახლა მშვიდი სახით ისინი აღიარა უმრავლესობამ შეცდომა, როგორც თქვენ. ახლა ისინი მშვიდი სახით მოუწოდებენ დირექტორებს, რომ მიმართონ სასამართლოს, იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან, რომ მათ სასამართლოში მინიმუმ 1 წელი ეს პროცესები გაიწელება და მათ გონიათ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე თუ მიაღწევენ, ეს მათთვის იქნება შედეგი. გასაგებია, დაგიბრუნდებით ბატონო ირაკლი. პოლიტიკური შეცდომა და ამისთვის ისინი პასუხს ატყუა. აგები. გასაგებია, ქალბატონ თამარ, აქცია გაიმართა გუშინ მერიასთან, შემდეგ უკვე საკრებულოსთან გაიმართა შეხვედრებიც. მოდით გვითხარით, რა ფორმით ჩაერთო თვითმმართველი ორგანო ამ პროცესში და თუ გამოიღო შედეგი შეხვედრები? სასურველი იქნებოდა, რომ თვითმმართველი ორგანო ჩართულიყო ამ პროცესებში გაცილებით უფრო აქტიურად. მე ვგულისხმობ იმას, რომ საკრებულოში არსებობს შესაბამისი კომისია და ამ კომისიას უნდა აუცილებლად განეხილა ეს საკითხი დეტალურად. ორივე მხარესთვის უნდა მოესმინა, მაგრამ ჩვენ დასამწუხაროდ ასეთი მოსმენა არ შედგა. გუშინ მოსული იყვნენ საკრებულოში როგორც განთავისუფლებული სკოლის ბაღის დირექტორები, ისე მშობლები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ აღნიშნული დირექტორები განთავისუფლდნენ, იმიტომ რომ ისინი კმაყოფილი არიან მათი მოღვაწეობით. მართალი გითხრათ, მეც ჩემი შვილიშვილის მეყვანა მინდოდა ერთ-ერთ ბაღში, რომლის დირექტორი ზუსტად აი ამ განთავისუფლების პროცესში მოხვდა და ეს არ დავასახელებ მე ახლა ამ ბაღის ნომერს შეგნებულად. ითვლებოდა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი იმ რაიონში, სადაც ჩემი შვილიშვილი ცხოვრობს. მართალია ვერ მოვახერხე მე მიყვანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხმა იმის შესახებ, რომ ეს იყო ძალიან კარგი ბაღი, ნამდვილად ჩემამდე მოვიდა.
ეხლა რაში არის იცით საქმე ის რაც მოხდა საკრებულოში გუშინ რომ ერთ-ერთი ფრაქცია უმრავლესობის ერთ-ერთი ფრაქცია შეხვდა როგორც სააგენტოს ხელმძღვანელს და მერე ცალკე მოისმინა ასევე განთავისუფლებული დირექტორების პრეტენზიებიც და გააკეთა თავისი დასკვნები ეს ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სასურველი შედეგი ვერ მივიღებთ და უმრავლესობის მხრიდან მოწოდება რომ მიმართეთ სასამართლოს და იპოვეთ სამართალი ძალიან არასწორი არის. იცით რატომ? იმიტომ რომ არ უნდა იყოს მუშაობა ხელისუფლების ისეთი რომ ამდენი ხალხი თვლიდეს რომ მას მოექცნენ და დავსვა ჩვენი დრო ფაქტობრივად ამოიწურა ბატონო ირაკლი მთავარი საკითხი სასწავლო პროცესი რომელსაც საფრთხე ემუქრება. მოდით როგორ ფიქრობთ აი რა შეგიძლიათ უთხრათ მშობელს რომელიც გეგმავს და რომელმაც უნდათ მიიყვანოს საკუთარი შვილი ორშაბათს ბაღში. მე ნამდვილად არაფერი არ შემიძლია უთხრა ამ მშობლებს, გარდა იმისა, რომ ყველამ უნდა ეცადოს, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის საყრდენლო პროცესი არ იქნეს გაუარესებული, იმიტომ რომ იქ ვიღიმე, ასე ვთქვათ, მოუმზადებელი და არაკვალიფიციური დავნიშნოთ პოლიტიკური აქტივისტობის ნიშნით, სწორედ აი ამ პროცესზე წინააღმდეგებიან უკვე გათვალისწინებული დირექტორები, სწორედ ბატონო ირაკლი, როგორ გაგრძელდება მოვლენები და პროცესები, როგორ გავითარდება ორშაბათიდან? აქამდე მიმდინარე პროცესებზე გადაწყვეტილებას მთლიანად იღებდნენ თავად მშობლები, მათ თავად განაცხადეს უარი, რომ ბავშვები დაეტოვებინათ იმ ბაღში, სადაც ასეთი უსამართლობა ხდება და რომლის შემდგომი გაგრძელება შესაძლებელია იყოს მთლიანი პროცესების გაუარესება, ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოუწოდებდით თბილისის მერს და თბილისის მერიას, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს, მიცეს ამ დირექტორებს საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ თანამდებობებს, უფრო კვალიფიციურად შეისწავლონ ის ვითომ არსებული დარღვევები და პირიქით ის კონტროლებლები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებენ, ამ შემთხვევაში უпростоრად დევნას ახორციელებენ ადამიანების, იმიტომ რომ შემდგომ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნონ საკუთარი მეგობრები, აი სწორედ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა იქნეს დაყენებული. ეს უკვე საშუალებას მიცემს ყველას, რომ პროცესი გაგრძელდეს ნორმალურ ვითარებაში. გასაგებია, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ირაკლი აბესაძეს და თამარ ცინცაბაძეს, რომლებიც იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე კი დაგემშვიდობებით ორშაბათამდე ნახვამდის.